ამის დამხატავსა შოთას შეუნდნეს ღმერთმან ამინ რუსთველი. ოდესღაც იერუსალიმში ქართველები გაშლილი დროშებით, შეიარაღებულები, განსაკუთრებული პატივით შედიოდნენ, ისე რომ წმინდა ქალაქში შესასვლელ გადასახადსაც კი არ იხდიდნენ. იყო დრო, როცა გოლგოთაზე ქართველებს საკუთარი სამლოცველო ჰქონდათ. იყო დრო, როცა იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქართველებს 11 მონასტერი ეკუთვნოდათ. დღეს რეალობა სრულიად სხვაგვარია. იმ დიდებული მემკვიდრეობიდან ქართველებს არაფერი შერჩათ. საქართველოს დაკარგა მონასტრები იერუსალიმში, გავლენა, უფლებები და ის ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წმინდა მიწაზე ეკავა. რა მოხდა? ვინ წაართვა საქართველოს ეს ყველაფერი? დღეს მოგიყვებით ფრანგი მკვლევარის რაიმონ ჟენანის უნიკალურ ნაშრომზე დაყრდნობით, ვინ წაართვა ქართველებს ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო ცენტრი. და როგორ შემორჩა ამ ყველაფრის ყველაზე ძლიერ სიმბოლოდ ჯვრის მონასტერში შოთა რუსთველის ფრესკა. და სანამ ამ ვიდეოს დავიწყებთ და ერთად გავიგებთ როგორ დაკარგეს ქართველებმა წმინდა მიწის თითქმის ყველა მონასტერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან აქ ისეთ ისტორიებს ყვებით, რომლებიც ბევრს დავიწყებული აქვს. თუმცა მათი ცოდნა აუცილებელია, რათა გავიგოთ ვინ ვიყავით, რანი ვართ და რა ისტორია გვაქვს. დავიწყოთ. აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთ-ერთი წარჩინებული არამარტო იმ წმინდა ნებითა და მეცნიერებით, რომელიც მან წარმოშვა და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარით, არამედ თავისი ბრწყინვალებითა და ზეგავლენით მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცველად. ასე იწყება დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიის მღვდლის რაიმონ ჟენანის წიგნი ქართველები იერუსალიმში. ცხადია მას როგორც რომის პაპის გავლენის ქვეშ მყოფს ექნებოდა სუბიექტური მიდგომები, თუმცა ჩვენთვის ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი გამოკვლევები იერუსალიმში. მით უფრო ჟანენის სიმპათიურად და სერიოზულად უყურებს ივერის ეკლესიის წარსულ ისტორიას. პირველი მისი გამოკვლევა დასაბამი ქრისტიანობისა საქართველოში 1912 წელს დაიბეჭდა. ქართული ეკლესიის წარსული დაინტერესებულმა ჟანენმა კარგახანი დაყო პალესტინაში. ნახა ქართველების ყველა ძველი სავანე გამოიკვლია მათი ისტორია და 1913 წელს იმავე ჟურნალის 98 და მე-100 ნომრებში გამოსცა ნაშრომი ამ სათაურით ლე ჟეორჟიან ჟერუსალემ, ანუ ქართველები იერუსალიმში. ამ წიგნის პირველი ქართული თარგმანი ჯერ კიდევ 1921 წელს გამოიცა, თუმცა ეს წიგნი შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩაიკარგა და ახლა ქართველი ხალხი ღირსია შეიტყოს თუ რა გამოიკვლია და რა ჩაწერა ჟანენმა ქართველებზე კათოლიკური ღვთისმეტყველების ენციკლოპედიური ლექსიკონში. მან ხომ ჟურნალში საქართველოს შესახებ ვრცელი გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური, რელიგიური და ლიტერატურული გამოკვლევა ჩაწერა. მანამდე საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის შესწავლის საქმეში ოქროს სიტყვა თქვა კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკეთა სავანის წევრმა მიხეილ თამარაშვილმა, რომელმაც 1902 წელს თბილისში გამოაქვეყნა ივერის ეკლესიის ისტორია, ხოლო 1910 წელს უკვე რომში გამოსცა ფრანგულ ენაზე მნიშვნელოვანი წიგნი ქართული ეკლესია მისი დასაბამიდან დღემდე. ამ წიგნმა დიდი ზეგავლენა მოახდინა აღმოსავლეთის ეკლესიური ისტორიის მკვლევარებზე, რადგან სულ ახალი და ნამდვილი ისტორიული საბუთები გადაეშალა თვალწინ. განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების დაუსაბუთებელი ვითომ არგუმენტების საფრთხონად. სწორედ ამის მერე დაიწყო ევროპაში წიგნების გამოცემა ქართველებზე და დასავლელი მეცნიერები და მკვლევარები უფრო მეტად დაინტერესდნენ ივერიის ეკლესიით. და ამ ვიდეოში სწორედ ჟანენის გამოკვლევაზე მოგიყვებით და ერთად გავარკვევთ, რა დაწერა ფრანგმა მღვდელმა და მწერალმა რაიმონ ჟანენმა წიგნში ქართველები იერუსალიმში. ჟანენი თავის კვლევას ასე იწყებს: ქრისტიანი ერები ყოველთვის მიელტოდნენ პალესტინისკენ, რადგან წმენა წმინდა ადგილებისაც, სადაც ძველად ქრისტე ღმერთი ცხოვრობდა და ჯვარს ეცვა, დიდ ზეგავლენს ახდენდა მათზე. ბევრი მლოცველი მხოლოდ მონახულებით არ კმაყოფილდებოდა და იქვე სახლდებოდა. რის შედეგადაც ეს მხარე სავანეებითა და ეკლესიებით გამდიდრდა, თუმცა დროთა განმავლობაში წმინდა ქალაქში სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობას შორის დაიწყო მუდმივი დავა და ქიშპობა სიწმინდეებისა და წინაპართა მემკვიდრეობის კონტროლისთვის. შუა საუკუნეებში ზოგიერთი ერი, რომელიც ადრე იერუსალიმში იყო წარმოდგენილი, იქ დროთა განმავლობაში სრულიად გაქრა. მათ შორის სერბები, ქართველები და სხვა ხალხები, ხოლო მარონიტებს, კოპტებსა და აბაშელებს ძველი ძალაუფლება შეუმცირდათ. თუმცა წარსულში მდგომარეობა სრულიად სხვაგვარი იყო. წმინდა ქალაქში ქართველები განსაკუთრებული პრივილეგიებითა და დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ქართველთა გაქრისტიანებიდან სულ რაღაც 50 წლის შემდეგ ჟანენის თქმით ქართველი ღვთისმეტყველი ევაგრე უკვე მთელ აღმოსავლეთში იყო ცნობილი თავისი საღვთისმეტყველო პოლემიკით. აქ ფრანგი ავტორი უნდა გულისხმობდეს იბერიის გაქრისტიანებას,
ხოლო კოლხები ანუ მარგალები გაცილებით ადრე უნდა გაქრისტიანებულიყვნენ. კარგი, გავაგზავნოთ თხრობა. 1 საუკუნის შემდეგ პალესტინაში კიდევ უფრო გამოკითილად გამოჩნდა ქართველიერის სახელი, ქალაქ მაიუმის ეპისკოპოსის პეტრე ივერიელის მოღვაწეობით. ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოში ბერ მონაზვნური ცხოვრება ძალიან სწრაფად განვითარდა. ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა მონასტრები და ეკლესიები დააარსეს არა მხოლოდ იერუსალიმსა და პალესტინაში, არამედ სინას მთაზე, სირიაში, საბერძნეთში, ათონზე, მაკედონიასა და კონსტანტინოპოლშიც. ეს სავანები მხოლოდ რელიგიური არ იყო. ისინი ქართული ეროვნული კულტურის, განათლებისა და სულიერი ცხოვრების ცენტრებად იქცა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა პალესტინა, სადაც ქართველებს მრავალი მნიშვნელოვანი მონასტერი ჰქონდათ, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ჯვრის მონასტერი. სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ქართულთა, ანუ იმდროინდელი წყაროებით ივერიელთა ცენტრების დაარსება წმინდა მიწაზე. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა იერუსალიმში ივერიელებისა და ჭანების სავანეები განაახლებინა. ვიდრე ეპისკოპოსი გახდებოდა, პეტრე ივერიელს მრავალი სავანე აუშენებია. ვიტყვით სავანეს, გულისხმობთ მონასტერს, რადგან მონასტერს ქართულად სავანე ჰქვია. ერთი იერუსალიმში იყო, დანარჩენები კი მდინარე იორდანეს ნაპირზე. წმინდა მიწაზე ძველთაგანვე უჩვენებენ ორ სავანეს, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. მათ ანუ ჟანენი გულისხმობს ქართველებს. რაიმონ ჟანას მიაჩნია, რომ პეტრე ივერიელმა თავისი სავანე ააშენა იერუსალიმში, ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს მე-5 საუკუნეში. ზოგიერთთა აზრით ეს სავანე მდებარეობდა შუა იერუსალიმში, შუა ქალაქში, დავითის კოშკის მახლობლად, იმ გზის მარცხნივ, რომელიც კოშკიდან სიონის ეკლესიამდე მიდიოდა. სხვების აზრით კი ეს სავანე უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა და ჟენანი ამბობს, რომ უნდა ვიგულისხმოთო, რომ ეს იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ძველი სავანე, რომელიც დღეს წმინდა მაცხოვრის ფრანცისკანელების სავანედ არის წოდებულიო. ჭანების სავანის შესახებ უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს სავანე არის წმინდა ჯვრის სავანეო. შემდგომში არაბთა დაპყრობამ პალესტინისკენ ქართულთა გადინება შეაფერხა, თუმცა მთლიანად ვერ შეწყვიტა. წყაროები ადასტურებენ, რომ 808 წელს ზეთისხილის მთის სავანეში 4 ქართველი ბერი ცხოვრობდა, ხოლო გეთსემანიაში 1. ამის შემდეგ დასავლელი ისტორიკოსები მე-10 საუკუნემდე ქართველებს აღარ იხსენიებდნენ. დაახლოებით 1050 წელს კი საქართველოს მეფე ბაგრატ კურაპალაც ბერძნის იმპერატორისგან გოლგოთაზე თხემის ნახევარი მიუღია, სადაც მას ერთი ქართველი ეპისკოპოსი მიულენია. რაიმონ ჟანენი ამის შემდეგ წერს, რომ იმავე საუკუნეში იმ ადგილას, სადაც წმინდა იაკობ დიდი აწამეს, ქართველებს აუშენებიათ სხვა ახალი სავანე, რომელიც შემდეგში სომხებმა დაისაკუთრეს. უცნობია ქართველები გოლგოთიდან ჯვაროსანთა მოსვლამდე განდევნეს თუ დასავლეთის რაინდებმა სთხოვეს მათ თავისი ნებით წასულიყვნენ. თუმცა ფაქტია, რომ ჯვაროსნობის დროს მემატიანეთა შორის არც ერთს არ აქვს აღნიშნული ქართველების ყოფნა გოლგოთაზე. მე-12 საუკუნის ბოლოს ქრისტიანებმა პალესტინა დაკარგეს. ამ მოვლენამ ქართველების მიგრაცია იერუსალიმისკენ არათუ შეაჩერა, პირიქით უფრო გაადვილა და გააფართოვა. ცნობილია, რომ ეგვიპტის სულთნების ჯარის საუკეთესო ნაწილი კავკასიიდან მიყვანილი ნაყიდი ტყვეებისგან შემდგარი მამელუქები იყვნენ და იმ დროს თელ იმ რეგიონში ისინი ბატონობდნენ. ქართველებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ მათთან, ამიტომ მათ მე-13 და მე-14 საუკუნეებში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ პალესტინაში. იაკობ ვიტრელი მოგვითხრობს, რომ 1200-იან წლებში ქართველები წმინდა ქალაქში შეიარაღებულნი, დიდი ზეიმით, გაშლილი დროშებით შედიოდნენ და არ იხდიდნენ იმ გადასახადს, რომელიც სავალდებულო იყო სხვა ყველა ქრისტიანი ლოცულისთვის. დასავლეთის ყველა მწერალი ერთხმად ამტკიცებს ქართველების იშვიათ რაინდობას, ამით მათ დიდი სამსახური გაუწიეს ქრისტიანობას. არც პოლიტიკურ ცვლილებებს შეუძლია ამ კუთხით ბევრი რამ, რადგან როცა 1299 წელს მონღოლებმა ეგვიპტის სულთანი დაამარცხეს, მონღოლთა შემოსეულ ჯარში სხვა ქრისტიანებთან ერთად ქართველი მეომრების დიდი რაოდენობაც ყოფილა და გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის მონღოლებმა იერუსალიმი სწორედ მათ დაუთმეს. საინტერესოა, რომ ბაღდადის ალყის დროს მეთაურებს შორის იყო საქართველოს სამეფო კარის მოხელე ზაქარია მხარგრძელი, რომელსაც ქართული ჯარის ამირ სპასალარის თანამდებობა ეკავა. ხოლო მონღოლთა ახლო აღმოსავლურ ბრძოლებში ხარეებად გვერდ-იგვერდ წერია მონღოლთა ილხანთა საყაენო და საქართველოს სამეფო. თუმცა ეგვიპტელებმა ხელმეორედ შემოუტიეს მონღოლებს და თავიანთი დაკარგული ტერიტორიები უკანვე დაიბრუნეს. ამის მიუხედავად მამელუქებს ქართველების მიმართ დიდი შურისძიება არ ჩაუდენიათ. ეს იქიდან ხდება ცნობილი, რომ 1308 წელს ბერძენი იმპერატორის ანდრონიკე მეორის დახმარებით ქართველებმა გოლგოთის სავანე თავიანთ კერძო საკუთრებად ეგვიპტის მამელუქ სულთანს დაამტკიცებინეს. თუმცა რაიმონ ჟანენი იქვე წერს, რომ ბერძენი საზოგადოება დევნილი იყო მამლუქებისაგანო და მათი ადგილი ქართველებმა დაიკავეს. შემდგომი 2 საუკუნის განმავლობაში იერუსალიმში არსებული წმინდა ნიკოლოზის
წმინდა გიორგის, წმინდა იაკობის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის, წმინდათა თეოდორეთა, წმინდა დიმიტრის, წმინდა ვასილის, წმინდა კატერინეს და წმინდა თეკლეს ტაძრები ერთი მეორის მიყოლებით დაუკავებიათ ქართველებს. დაახლოებით იმავე პერიოდში ქართველებს ეკუთვნოდათ წმინდა ანასა და წმინდათა ანგელოზთა სავანების სამლოცველოები. ეს ორივე სამლოცველო დღეს სომხების ხელშიაო წერს ჟანენი. ჟანენი ასევე წერს, რომ დანამდვილებით არის ცნობილია, რომ ბერძნებსა და დანარჩენ ქრისტიანებს ქრისტეს წმინდა საფლავზე ლოცვის ნება ქართველებისთვის უნდა ეთხოვათ. ლუდოლფი, რომელიც პალესტინაში ცხოვრობდა 1336-1351 წლებში, აღნიშნავს, რომ ქართველებს წმინდა საფლავის გასაღები ჰქონდათ. 150 წლის განმავლობაში ქართველები გოლგოთის თხემის თელ სავანე სამლოცველოს ფლობდნენ. 1475 წელს დასავლეთის სამღვდელოებას სურდათ დაესაკუთრებინათ ეს ადგილი, თუმცა მათ ამას ვერ მიაღწიეს. ადგილობრივი სასამართლოს 1492 წლის განჩინებით ქართველებს რჩებოდათ გოლგოთის თხემის ჩრდილოეთი მხარე, ხოლო ფრანგებს სამხრეთი. ლათინებს მიეცათ საშუალება თავისუფლად ელოცათ გოლგოთაზე. ქართველებს დაუმტკიცებიათ ნაწილი თვით წმინდა საფლავის საკუთარ ეკლესიისა. ამას წერს ჟანენი. ფრანცისკანებმა კი სამაგიეროდ დაუთმეს მათ 1/3 ტალანის, ანუ გალერეა, რომელიც საკუთრებად ჰქონდათ მათ ამ ტაძარში. გოლგოთის მთის ძირას მდებარე ადამის სამლოცველოს ქართველებსვე დარჩენიათ საკუთრებად. მოკავშირე ეგვიპტის მამლუქების დამარცხებამ 1516 წელს ოსმალთაგან პალესტინის დაპყრობამ ქართველების გავლენა იერუსალიმში ძალიან შეარყია. მიუხედავად ამისა, ქართველები ერთი საუკუნის განმავლობაში იქ კიდევ დარჩენილან, თუმცა იმ დროიდან ქართველების გავლენა სუსტდებოდა, სამაგიეროდ კი იზრდებოდა ბერძნების გავლენა. ქართველების სავანეები სხვა ქვეყნის ბერებით აივსო, რადგან საქართველოს აღარ შეეძლო საკმარისი ხალხის გამოყოფა. მე-15 საუკუნის დასაწყისიდან წმინდა იაკობის სავანეში უკვე იყვნენ კოპტები, სომხები და ბერძნები. ქართველთა ხელში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სავანე თანდათან ფრანცისკანელების, სომხებისა და სხვათა ხელში გადავიდა. ხშირად ქართველ ბერებს ძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და ვალების დასაფარად იძულებული ხდებოდნენ მონასტრები დროებით იჯარით გადაეცათ. 1536 წელს ქართველებმა ფრანცისკანელებს იჯარით გადაცეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე. იჯარა რამდენჯერმე გაგრძელებულა. იმავე წლებში და იმავე გზით წმინდა იაკობის სავანე სომხების ხელში გადავიდა. ქართველების ამნაირ დაქვეითებას ჟანენი ქართველების უზომო მფლანგველობას აბრალებს, არადა იქვე წერს, რომ მას უნახავს ბერხარდის სიონის მთელის ჩანაწერები, სადაც ის 1238 წელს წერდა, რომ ქართველები არიან კეთილნი და მარტივნი, იცავენ უბიწოებას და მარხვას. დაბიურ ტანისამოს იცმენ და ისეთ სამაგალითო ცხოვრებას ატარებენ, რომ მსგავსი არსად მინახავს რომის ეკლესიის ბერებშიო. ჟანენს ეჭვი შეაქვს, რომ ამ სიტყვების ავტორი კეთილნი ლოცველი გარეგნული შეხედულებით ხო არ მოტყუბრდაო, რადგან მომდენო საუკუნეების მწერლები პირიქით მოწმობენ, რომ ქართველები დიდი განცხრომით და ლოთობით ცხოვრობდნენ. ის ასახელებს სურიანოს ჩანაწერებს. სურიანომ 20 წელიწადზე მეტი დაყო იერუსალიმში. ის წერდა: ქართველები ძალზე ბოროტი მწვალებლები არიან. მსგავსნი ბერძნებისა, რომელთაც უკმართობით არ ჩამოუვარდებიან. თებში ცხოვრობენ, ამათი ქვეყანა ტრაპიზუნთან ახლოა, შავი ზღვის ნაპირას. ლამაზი ტომია, მაგრამ ამბარტავანი. ფილოსოფოსი ამბობს, რომ თებში მცხოვრებნი ჟინიანი, ცუდი ქცევის და მოჩხუბარნი არიანო. იერუსალიმში მათ 3 მონასტერი აქვთ, სადაც ცხოვრობენ და ლოცულობენ. ეკლესია წმინდა საფლავისა, წმინდა ჯვრისა და წმინდათა ანგელოზთა. დიდ სიღარიბეში ცხოვრობენ და ღვინის დიდი მსმელები არიან. დაბიო და ველური გვარისა არიან. ისინი ბერძნებთან ერთად ჩვენი უმთავრესი და ძლიერი მტრებია და შეუწყვეტელი შფოთი და კამათი გვაქვს მათთან. მე-13 საუკუნის დასაწყისში ბუში ასეც წერს: ქართველები ცოტათი უფრო ულმობელნი, უფრო ურცხვნი, უფრო თავხედნი და უფრო ლოთნი არიან ვიდრე ბერძნები. აი შემდეგ კი იმას რაც შენ იფიქრე, თავად ჟანენი წერს. სურიანო და ბუშე თუ ასე კაცრად იხსენიებენ ქართველებს, ეს ადვილი მისახედრია, რადგან მათ და საერთოდ დასავლეთის იმ დროის მისიონერებს დიდი კამათი და ბრძოლა ჰქონდათ ქართველებთან სხვადასხვა ეკლესიებისა და სავანეების დაობაზე. ამიტომ კი შეიძლება დავიჯეროთ, რომ ქართველები წინაპრების საკვალს მცირედ დაშორდნენ და არ იცავდნენ მათ მკაცრ ზნეჩვეულებებს, მაგრამ ამით მაინც არ მტკიცდება ის გაზვიადებული ცილისწამება, რომელსაც სურიანო და ბუშე გადმოგვცემენ. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ქართული ცენტრების დასუსტება წმინდა მიწაზე ალბათ განაპირობა არა ლოთობამ, არამედ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების არევლამ, რადგან საქართველოს იმ პერიოდში დაშლილი იყო სამეფო სამთავროება და ეკონომიკურად ცხადი იყო, რომ უჭირდა. მიუხედავად ამისა, ქართველი ბერები მაინც იღებდნენ საქართველოსთან თვალსაჩინო შემოწირულობას. ასე მაგალითად, მეფე ლევან მეორე დადიანმა იერუსალიმში წინამძღვარი იღუმენი იოაკიმე ჩოლოყაშვილი გააგზავნა, რომელმაც ძვირფასი ვერცხლის საჩუქრები გოლგოთის თხემის საკურთხევლისთვის წაიღო. ამან ქართველებს საშუალება მისცა ღირსეულად შეეკეთებინათ საკურთხეველი და აღარ დასჭირდათ სომხებისა და ლათინების დახმარება, რომლებიც პირუთუნელი არაზროს იყო, წერს ჟანენი.
1538 წელს კათოლიკეები ქართულ ბერებს გოლგოთის თხემზე არსებული საკუთარი საკურთხევლის მფლობელობას ედავებოდნენ, ხოლო 1568 წელს თვით ქართველები იწყებენ საჩივარს თურქეთის მთავრობის წინაშე, რადგან კათოლიკე ბერებს საჩუქრებისა და ცრუ მოწმობების საშუალებით იმ სავანის ეკლესია დაუსაკუთრებიათ, რომელიც მათგანვე ჰქონდათ იჯარით აღებულიო. სულთანის ბრძანებით ფრანცისკანელებმა ეკლესია ქართველებს დაუბრუნეს. 1576 წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართულ სავანის იჯარის თანხას ფრანცისკანები არ იხდიდნენ, თუმცა სასამართლომ მათ მოთხოვნილი თანხა გადაახტევინა. ყველა ამ კამათისა და დავის განმავლობაში ქართველები უფრო და უფრო სუსტდებოდნენ და წმინდა მიწაზე მათი რიცხვი მცირდებოდა. მათ მიერ დატოვებული ქონების შესაძენად მოწინააღმდეგეები ერთი მეორეს ედავებოდნენ. 1591 წელს გერმანელი შვაიგერი მხოლოდ 5 ქართველს შეხვედრია. ქართველთა ქონების მითვისების საერთო ცდაში ბერძენმა პატრიარქმა სოფრონმა ყველაზე მეტი გამჭირახობა გამოიჩინა. მან თავის ცდას საფუძვლად დაუდო წინაპრების უფლებათა აღდგენა და მართლმადიდებლობის განსაცდელისაგან დახსნა. ჟანენი წერს, რომ სულთან აჰმედ პირველის მიერ გაცემული ბრძანებით გოლგოთა ბერძნების საკუთრება გახდა. ამის გარდა ვალით ავსებულ ქართველებს პატრიარქმა ფული ასესხა და ამ თანხის სამაგიეროდ გოლგოთის შენობა მიიღო გირავთ. ფული ქართველებმა ვეღარ დაუბრუნეს და იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ ის სამლოცველოც, რომელიც 3 საუკუნის განმავლობაში ქართველების უფლებაში იყო, წერს ჟანენი. 1647 წელს პალესტინის მოგზაური სურიუსი გოლგოთის სავანეში ქართველებს აღარ შეხვედრია. ქართველები უკვე გადასული იყვნენ წმინდა ჯვრის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მე-18 საუკუნის ბოლომდე, ხოლო მე-18 საუკუნეში ქართველების მოღვაწეობა იქაც დასრულდა. მანამდე კი მე-17 საუკუნის შუაში ქართველების გაჭირვება პალესტინაში იმ ზომამდე იყო მისული, რომ ყველანი ლაპარაკობდნენ და ფიქრობდნენ მათი ქონების დასაკუთრებაზე. ამის გარდა ვერც ერთი ქართველი მლოცველი, ვერც ბერი, ვერც ერისკაცი ისე ვერ მივიდოდა იერუსალიმში, რომ არ დაეკავებინათ და არ დაემწყდიათ. ამავე დროს ქართველების ქონების მისაკუთრებას სომხები, ლათინები და ბერძნები ერთი მეორეს ეცლებოდნენ. სომხები, რომელთაც უკვე ხელში ჩაეგდოთ წმინდა იაკობის სავანე, წმინდა ჯვრის სავანის მისაკუთრებას ცდილობდნენ, ხოლო ფრანცისკანელები, რომლებიც უკვე გაბატონებული იყვნენ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში, ცდილობდნენ წმინდა ნიკოლოზის სავანეც როგორმე ხელში ჩაეგდოთ. რაც შეეხება ბერძნებს, ისინი მხოლოდ ერთს ფიქრობდნენ, შეეძინათ ქართველების ყველა ქონება. დავა დიდხანს გაგრძელდა. ყველას ბერძნების პატრიარქმა დოროთემ აჯობა. მან დაარწმუნა მართლმადიდებელი ქვეყნები და განსაკუთრებით კავკასიის ხალხები, რომ წმინდა ადგილებს საბოლოო დაკარგვა მოელოდა სომხებისა და ლათინების ხელში. მათგან შეკრიბა საკმარისი თანხა და ხსენებული სავანები დააბრუნებინა ყველა იმათ, ვისაც ქართველებისთვის ფული მიეცათ და სესხში სავანეებს ეპატრონებოდნენ. მონასტრების დაბრუნება დაიწყო 1685 წელს. ამით ქართული სავანეები ბერძნების ხელში გადავიდა. ამის შემდეგ რაიმონ ჟანენი ძალიან საინტერესო ამბის მოყოლას იწყებს. მე-12 თუ მე-13 საუკუნის ერთი უცნობი მწერალი, ასევე მე-16 საუკუნის ავტორი გრეფინ აფაგართი და სხვანი გადმოგვცემენ, რომ ქართული ბერები ბერძნებივით გრძელ თმას ატარებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, სხვა მწერლები, რომლებიც საკითხს უფრო გაცნობილი იყვნენ, მათ შორის ალბერიკ ტრუა ფონტენელი, ბართლომე სალინაკელი, სურიანი და სხვები ერთხმად მოწმობენ, რომ ქართველი მღვდელი მონაზვნები ატარებდნენ მრგვალ, ხოლო ბერები 4 კუთხა კოჭიკურს, რაც თხემზე ნაპარს ნიშნავს. მე-13 საუკუნეშივე მლოცველების ყურადღება მიიპყრო ქართველმა ქუდებმა, რომელთაც ერთი ულნის სიგრძე ჰქონდათ. ულნა ზომის ლათინური ერთეულია და უდრის დაახლოებით 50 სანტიმეტრს. ახლა კი ვისაუბროთ იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერზე. ეს სავანე მდებარეობს წმინდა ქალაქის დასავლეთით. ამ ადგილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის, რადგან მრავალ საუკუნეთა გადმოცემით ეს ის ადგილია, სადაც მოკვეთეს ხე, მაცხოვრის ჯვრის გასათლელად. ეს თქმულება მრავალი სახით არის გადმოცემული. ამ ხის ისტორიაზე მოგვითხრობს ერთი სირიული აპოკრიფული წერილი, როდესაც ლოტი დაეცა თავის შვილებთან, ღვთისგან შენდობის ნიშნად აბრაამმა მას გადასცა 3 ხმელი ტოტი, ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის. ლოტს უნდა მოერწყა ეს ტოტები და ღვთისაგან პატიების ნიშნად ერთი ხე აყვავდებოდა. ზუსტად ასე მოხდა. აქ ამოვიდა ხე, რომელიც მოჭრეს სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროს, მაგრამ მერე დაიწუნეს და გადეს მდინარეზე, როგორც ხიდი. ღვთისგანგებულებით სწორედ ამ ხისგან დამზადებულ ჯვარზე გააგრეს მაცხოვარი. ჯვრის მონასტერში შემონახულია ადგილი, სადაც ეს ხე გაიზარდაო. მეორე, იოანე დამასკელის მიერ დამოწმებული გადმოცემა მოგვითხრობს. როდესაც ადამი პირველად დასნეულდა, მან თავისი ძე სეითი გაგზავნა ედემში, უძლურების
წამალის სათხოვნელად. ანგელოზმა, რომელიც იცავდა ედემს, მისცა მას 3 ხის კვიპაროსის ნაძვისა და სოჭის თესლი. დაბრუნებულ სეთს მამა გარდაცვლილი დახვდა. სეთმა აღნიშნული თესლები მამის საფლავზე დათესა, რომლისაგანაც შემდეგ აღმოცენდა ერთი დიდი ხე. სოლომონის ტაძრის აშენების დროს ხე მოჭრეს, მაგრამ ტაძრისთვის არ გამოუყენებიათ და ხიდად იყო გადებული. ჯვარცმის დროს ებრაელებმა მოინდომეს წყლისგან დამძიმებული ხისგან გაეკეთებინათ ჯვარი. სხვა ვარიანტს ყვება შალვა ვარდიძე, შანენის წიგნის მთარგმნელი 1921 წელს. ვარდიძე ამბობს, რომ ერნულის 1231 წლის წყაროს აზრით, რომელიც მრავალმა მემატიანემ გაიმეორა, როდესაც ადამი კვდებოდა, შვილებს აკრძალული ხის ერთი შტო მოატანინა, რომელიც როგორც კი პირში ჩაიდო, სული განუტევა. შვილებმა პირიდან შტო ვერ გამოგლიჯეს და შტოიანად დამარხეს. საფლავზე აღმოცენდა ხე, რომლის ტანში ადამის თავის ქალა მოექცა. ვარდიძე წიგნის შენიშვნებში ასევე უთითებს ლოტისა და სამიხის ერთხედ გადაქცევის ისტორიასაც. ახლა კი ვისაუბროთ თუ რას ყვება ჩურის მონასტერზე ქართული ისტორიოგრაფია. პირველი ცნობები მონასტრის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ უკავშირდება მეფე მირიანს, რომელმაც იერუსალიმში მიწა შეიძინა და სამლოცველო ააშენა. მე-20 საუკუნეში არქეოლოგიურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ იმ ადგილას პირველი ბაზილიკა მე-4 საუკუნის ბოლოს აშენებულა. იმ დროს პალესტინის დუქსი იყო იბერიელი მეფისწული ბაკური, პეტრე იბერის პაპა. მონასტრის დაარსების სათავეებთან ეს პიროვნება უნდა მდგარიყო. მე-5 საუკუნეში იერუსალიმში ჯარით შევიდა ვახტანგ გორგასალი, რომელსაც თან ახლდნენ დედა და და. სწორედ მის მიერ ხდება ჯურის მონასტრის ადგილას არსებული სამლოცველოს გადიდება და დამშვენება. ვახტანგ გორგასალმა ტაძრის მცველად სოფელ მალხაში დატოვა 600 ქართველი. გადმოცემის თანახმად ისინი თავიანთ თავს გურჯებს უწოდებდნენ და მათი მოვალეობა იყო დაეცვათ ჯურის მონასტერი. დროთა განმავლობაში მალხელები გამაჰმადიანებულან, თუმცა მონასტერზე მზრუნვას ასრულებდნენ. ბოლო პერიოდში ქალაქის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სოფელ მალხაზე მაგისტრალის გაყვანა, რის გამოც მოსახლეობა გადაასახლეს. უკანასკნელი მალხელი ინახულა პროფესორმა თამილამ გალობლიშვილმა, რომელიც ჯურის მონასტრის უკანასკნელ კლიტეთმპყრობელის ქალიშვილი იყო და ცხოვრობდა ბეთლემის მონასტერში. აღნიშნულ ოჯახს 1936 წელს შეხვედრია გრიგოლ ფერაძე იერუსალიმში მოგზაურობისას. სოფელ მალხასთან არსებობდა ქართული სოფელი კატამონი. ჯურის მონასტრის ნამდვილი აღმავლობა მე-11 საუკუნის 30-იან წლებიდან იწყება, როცა ბერ მონაზონმა გიორგი პროხორემ, ბაგრატ მეოთხისა და დედოფალ მარიამის მხარდაჭერით მონასტრის აღდგენა და გაფართოება დაიწყო. იმ დროიდან მონასტერი იქცა ქართულთა სულიერ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად. იქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, ხდებოდა ოთხთავებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო წიგნების გადაწერა. სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შემონახვაც სინას ხელნაწერებში. მონასტერი არაერთი ქართველი მეფის მფარველობით ძლიერდებოდა. დაადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა დაკახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა და ხოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. და ბრძანა მეფემან ჩახერგეთ გზები უკან დასახევი და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი, ძლევა ის საკვირველი. დავით მეოთხე აღმაშენებელმა დიდი შესაძლებელი გაუგზავნა, ხოლო თამარ მეფის ეპოქაში ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული პრივილეგიები ჰქონდათ. 1187 წელს, როცა სალჰადინმა იერუსალიმი აიღო, მონასტერი დაიკარგა, თუმცა 1192 წელს მუსლიმებს თამარმა გამოსასყიდად დიდი თანხა 200,000 დინარი შესთავაზა. მონასტრის ისტორიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შოთა რუსთველიც, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ იქ გაატარა და იქ მოღვაწეობდა. ტაძარი გაამშვენა და მისი ფრესკაც დღემდეა შემორჩენილი. მე-13-მე-14 საუკუნეებში მონასტერი რამდენჯერმე გადავიდა მუსლიმური მმართველობის ხელში. 1273 წელს მეჩეთადაც კი გადააკეთეს, თუმცა 1305 წელს მეფე დავით მერვეს დიპლომატიური ძალისხმევით ქართველებმა იგი დაებრუნეს. მოგვიანებით მისი აღდგენა და დახმარება გააგრძელა არაერთმა ქართველმა დიდებულმა, მათ შორის ლევან მეორე დადიანმა და გიორგი მე-11-ემ. საბოლოოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში ოსმალური გადასახედებისა და საქართველოს მძიმე მდგომარეობის გამო ქართველებმა მონასტრის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს და ის ბერძენთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ ბერძნული სამღვდელოება ქართული კვალის წაშლას, მონასტრის ქართული ისტორიის დააფაროს ცდილობდა. მიუხედავად ამისა, იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის ანდერძში პირდაპირ წერია, რომ ჯვრის მონასტერი იბერიელებს, ანუ ქართველებს ეკუთვნით და თუ მათ ოდესმე სრული და შესაძლებლობა ექნებათ, მონასტერი უნდა დაუბრუნდეთ. ახლა რას ყვება ჟანენი წმინდა ჯვრის სავანის დასაწყისზე? როგორც ზემოთ თქვით, ჟანენი ახსენებს პროკოფი კესარიელს, რომელიც მოგვითხრობს, რომ მეფე იუსტინიანემ განაახლა ლაზების სავანე იერუსალიმის უდაბნოში.
მრავალი ირწმუნებიან, რომ ეს ლაზების სავანე არის სწორედ წმინდა ჯვრის სავანეო. ხოლო ზოგიერთნი კი გადაჭრით ამბობენ, რომ ეს სავანე გაშენებული იქნა იმ მიწაზე, რომელიც თვით კონსტანტინე დიდმა ან წმინდა ელენე მირსა ქართველების პირველ მეფეს მირიანს. აქ ჟანენს ეშლება, მას უნდა დაეწერა არა ქართველების პირველი მეფე, არამედ პირველი ქრისტიანი მეფე. მირიანი წმინდა ნინოს რჩევით ბიზანტიაში იყო ჩასული. ჟანენი წერს, რომ ამის გარდა სხვანიც ამტკიცებენ, რომ ხსენებული სავანე მხოლოდ მე-5 საუკუნეში გაშენდა. მიუხედავად ამ ერთი მეორის საწინააღმდეგო ისტორიული საფუძებისა, დანამდვილებით უნდა მივიღოთ, რომ არაბების დაპყრობის უწინ წმინდა ჯვრის ადგილზე სავანე არსებობდა, რადგან სხვადასხვა მე-11 საუკუნის ხელნაწერები გადმოგვცემენ, რომ ქართველმა ბერმა პროხორემ 1040 წელს წმინდა ჯვრის სავანე განაახლაო. და ჟანენი ამის მერე ძალიან გონივრულად შენიშნავს, რომ თუ ეს სავანე ნამდვილად არსებობდა მე-11 საუკუნემდე, ეჭვგარეშეა, რომ მისი დაარსება ბიზანტიის დომინაციის ეპოქას უნდა მივაწეროთო, რადგან ქრისტიანებისადმი ძალიან სასტიკი არაბები ნებას არ დართავდნენ მათ ახალი სავანის ასაშენებლად. 1071-1078 წლებში პალესტინა სისხლის ზღვის ასპარეზი გახდა. სელჯუკებმა დაიპყრეს ახლო აღმოსავლეთის ქალაქები, მათ შორის რამლეჰი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ნაწილი დაანგრიეს და ხალხი ამოხოცეს. საკურთხევლის მოკენჭილ იატაკზე დღესაც მოჩანს სისხლის კვალი წამებული ქართველი ბერებისაო, წერს ჟანენი. მოგვიანებით მონასტერი განახლდა და მთელი მე-12 საუკუნის განმავლობაში ქართველები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ თავიანთ სავანეში. მათ ჯვაროსნებისგან არავითარი შეუწყება არ განუცდიათო, წერს ჟანენი, თუმცა მას ის ხო არ გამორჩა, რომ მაშინ საქართველოს რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ქართველი ბერების შევიწროებას დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა. ჟანენი წერს, რომ 1178 წელს იერუსალიმის მეფე ბოლდუინმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარშემო მდებარე ვენახები ქართველებს ჩამოართვა და წმინდა საფლავის კანონიკოსებს მეჟამნეებს გადასცა. ჯვაროსანთა თანამედროვე ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ წმინდა ჯვრის სავანეს. ბაგრატ მეფის შემდეგ, რომელიც ამ სავანის განახლებაში დაეხმარა პროხორეს, დავით აღმაშენებელისა და თამარ მეფეც უხვად წყალობდნენ მას. ჟანენი პირდაპირ წერს, რომ თამარმა იერუსალიმში სახელგანთქმული პოეტი რუსთველი გაგზავნა და იერუსალიმის წმინდა ჯვრის ეკლესიის გასამშვენებლად ძვირფასი ძღვენიც გაატანაო. იერუსალიმის ლათინთა მთავრობის დამხობის შემდეგ, იმის და მიუხედავად, რომ ქართველებს კავშირი ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქებთან, სავანე სარკინოზებმა ზედიზედ დაარბიეს, თუმცა შემდეგ წმინდა ჯვრის სავანემ ქართველი მეფეების, თავადების და საერთოდ მორწმუნე ხალხის შემოწირულობის წყალობით უამრავი უძრავი მამული და მეტოქი შეიძინა. ამ მამულების წარმოებისთვის საქართველოში გამგე დანიშნული იყო ხელმძღვანელი, რომელსაც ჯვარის მამას ეძახდნენ, წერს ჟანენი და იმასაც დასძენს, რომ ქართველებმა იერუსალიმშიც კი გადაიტანეს თავიანთი შინაური უთანხმოებაო. ხშირად ერთსა და იმავე დროს წმინდა ჯვრის უფროსად ორი პიროვნება იყო, ერთი ზემოსი და მეორე ქვემო საქართველოს ბერებისათვის. ამის და მიუხედავად იმ ხანაში და განსაკუთრებით მე-14 საუკუნეში ქართველების გავლენა პალესტინაში ძალიან გაიზარდა. წმინდა ჯვრის სავანის მამულების რიცხვმა იმატა. ქართული ახალშენები ხნავდნენ და თესდნენ მიდამო ადგილებს, ურუცხი მწერლები და მთარგმნელები ამდიდრებდნენ ეროვნულ ლიტერატურას. ჟანენი წყაროებზე დაყრდნობით აღწერს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. გარეგნული შეხედულებით ის ციხე-კოშკს მიაკავს. გარსარტყია ძლიერი გალავანი, რომლის სისქეში დატანებულია დაბალი რკინისკარი და პატარ-პატარა მოაჯირიანი სარკმლები. მთელი შენობის შუა ნაწილი ეკლესიას უჭირავს. ამის გარშემო მიჯრით მიშენებულია მრავალი სენაკი. 365-ო ამბობს მე-16 საუკუნის დასაწყისის ერთი მლოცველი, 400-მდეო ამბობს სხვა მლოცველი, რომელიც 100 წლის შემდეგ ყოფილა წმინდა ჯვრის სავანეში. იქ უკვე იყვნენ ბერები სხვა ქვეყნებიდან. ქართველების დაცემის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ წმინდა ჯვრის ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა ქართულ სავანეებში, ჟამკანონი და თვით წმინდა წირვა ჩვეულებრივ ბერძნულად აღევლინებოდა და იშვიათად ქართულ ენაზე. არაბები ქართველი ბერების სისუსტით სარგებლობდნენ და ხშირად აწუხებდნენ და ავიწროებდნენ მათ. ხან ეკლესიის მეჩეთად გადაკეთებით ემუქრებოდნენ, ხან სავანის მიდამოებში დასახლებულ გლეხებთან მოსდიოდათ უსიამოვნება და ჩხუბი. 1653 წელს ეკლესია ნიკიფორე იღუბენმა მეფე ლევან დადიანის შემოწირულობითა და დახმარებით განაახლა. მაშინდელი მხატვრობა ჯვრის მონასტერში დღევანდელამდეა დაცულიო, წერდა ჟანენი. 3 წლის შემდეგ იმავე იღუმენმა სავანის ზოგიერთი ნაწილების განახლება დაიწყო, მაგრამ მისი დამთავრება სულთან იბრაჰიმის განკურგულებით შეჩერდა. იქამდე სანამ არ გადაიხდიდა დაგვიანებულ გადასახადსა და ვალებს. გაჭირებული მდგომარეობის გამოსაცდელად უხვის შემოწირულობა იქნა გაგზავნილი საქართველოდან, მაგრამ მათ დანიშნულებამდე ვერ მიაღწია. ქართველების ფინანსური გაჭირვებით სომხებს უნდათ ესარგებლად და წმინდა ჯვრის სავანე შეესყიდათ, მაგრამ მათ ბერძნების პატრიარქმა აჯობა. და 1685 წლის აპრილში ქართველების მთელი ქონება შეიძინა. ამავე დროს მან გამოსცა მკაცრი წესები, რათა სავანე ხელმეორედ აღარ ჩავარდნილიყო ვალებში და აგრეთვე
ბერების ზნეობრივი ღირსებაც დაცული ყოფილიყო. სამონის მმართველობა ჩამოერთვათ ქართველებს და გადაეცათ ბერძნებს. თუმცა ზოგიერთი უფლება დაუტოვებია ბერძნების პატრიარქს ქართველებისთვის. მათ შორის თვეში ერთხელ ქართულ ენაზე წერილ შესრულება და სავანის იღუმენად გახდომა. ცნობილია მხოლოდ ორი ქართველი ბერი, რომელთაც მიიღეს ეს თანამდებობა: ქრისტეფორე მე-17 საუკუნის დასასრულს და გერასიმე 1851 წელს. წმინდა ჯვრის სავანესთან ერთად ქართველების ყველა საკუთრება საბოლოოდ გადავიდა ბერძნების ხელში. ქართველები იძულებული გახდნენ მიტოვებიათ იმ სავანის ახლოს კატამონის ანუ კატამონასის სავანი. 1859 წელს წმინდა საფლავის ბერმა აბრაამმა ხსენებულ კატამონის სავანეებში ქართული წარწერები აღმოაჩინა. მე-17 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული საქართველოს დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა მსოფლიოში. ჟანენის აზრით ქართველი ბერები წმინდა მიწაზე საბოლოოდ მე-18 საუკუნიდან აღარ იყვნენ, თუმცა მე-19 საუკუნეში ჩანს რამდენიმე ქართველი ბერი პალესტინაში, მაგრამ ეს უკვე იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. და ჟანენი წერს, ესრეთ ამაყმა ქართველმა ხალხმა 11 მონასტრიდან იერუსალიმსა და მის მიდამოებში რომ ჰქონდა ოდესღაც, საბოლოოდ ერთიც ვერ შეინარჩუნა დაკარგვისაგანო. ეს წიგნი 1913 წელს არის დაწერილი, იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. 1960 წლის იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო ჯვრის მონასტერში ქართული კვალისა და განსაკუთრებით შოთა რუსთაველთან დაკავშირებული მასალის შესწავლა. იერუსალიმის ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი. ძველი ქართული წყაროებით ცნობილი იყო, რომ ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ წვეთზე შოთა რუსთაველის პორტრეტი უნდა ყოფილიყო გამოსახული. ამაზე ჯერ კიდევ ადრე წერდნენ ტიმოთე კაბაშვილი, ნიკო ჩუბინაშვილი და ალექსანდრე ცაგარელი, თუმცა მე-20 საუკუნისთვის ეს ფრესკა დაკარგულად ითვლებოდა, რადგან უცნობ პირებს, რომლებიც მონასტერში ქართული კვალის წაშლას ცდილობდნენ, იგი მთლიანად სქელი შავი საღებავით ჰქონდათ დაფარული. 1960 წლის ექსპედიციამ ძველი აღწერილობების მიხედვით ზუსტად მიაგნო ფრესკის ადგილს. ზედა საღებავის ფენის ფრთხილად მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის სრულიად აღდგენა. გამოიკვეთა მუხლმოდრეკილი ხელებ აპყრობილი შოთა რუსთაველი, რომელიც გამოსახულია ქართული დიდებულის საერო სამოსით, მეწამული მანტიით, ყარყომის ბეწვის საყალთი და თეთრი ბეწვის ქართული ქუდით. იგი დახატულია ორ დიდ ქრისტიან მოაზროვნეს იოანე დამასკელსა და მაქსიმე აღსარებელს შორის. ექსპედიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო წარწერის ზუსტი აღდგენა, რომელიც ასე იკითხებოდა: ამის დამხატავსა შოთას შეუნდნეს ღმერთმან ამინ. ხოლო პორტრეტის ქვემოთ ცალკე ეწერა რუსთაველი. ამ ყველაფერმა საბოლოოდ დაასრულა ძველი დავა მეცნიერების შორის. ადრე არსებობდა ვარაუდი, თითქოს წარწერაში ნახსენების შოთა სხვა პიროვნება იყო და სიტყვა რუსთაველი მოგვიანებით მიაწერეს. ვინაიდან წარწერა იმ პორტრეტს ეხება, რომელსაც რუსთაველი აწერია, ამიტომ ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს, რომ იმ წარწერის შოთაში სწორედ შოთა რუსთაველზეა ლაპარაკი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ იქ ვინმე სხვა შოთა იგულისხმებოდეს. ამიტომ დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჯვრის მონასტრის წვეთზე ნამდვილად შოთა რუსთაველის ავთენტური ისტორიული პორტრეტია გამოსახული. ტექსტი ასევე ეხება პორტრეტის დათარიღების საკითხს. ერთ-ერთი მოსაზრებით ფრესკა შესაძლოა მე-17 საუკუნეში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ მონასტრის განახლების დროს აღდგა ან განახლდა, თუმცა წარწერის შინაარსი ასე თუ არაუც საეჭვოს ხდის. შეუძლებელია მე-17 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტრის დამხატავად მიეჩნიათ, თუ ამისთვის რაიმე საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ უფრო სწორი უნდა იყოს ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს პორტრეტი თავისი წარწერით ან არის განახლებული მე-17 საუკუნეში, ან გაკეთებულია რაიმე უტყუარი მონაცემის საფუძველზე. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონოპოვარია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისთვის. 21 საუკუნეში ფრესკა რამდენჯერმე დააზიანეს, თუმცა იგი კვლავ აღადგინეს. და დაუბრუნდეთ თხრობას. ჟანენი ყვება, რომ იერუსალიმის მისული ქართველები შობისა და აღდგომის დღესასწაულებში უცხო ტომის საზოგადოებებს თხოვენ სტუმრობასო და ბინავდებიან სომხების წმინდა იაკობის სავანეში ან რუსების სხვადასხვა მონასტრებში. 1851 წელს პალესტინის რუსის მისია მისულა იერუსალიმს. სულ უნაყოფოდ შეეცადა ჯერ წმინდა ჯვრის სამერე, წმინდა აბრაამისა და წმინდათა თეოდორეთა სავანეების დაპატრონებასო. ჟანენი იმასაც ამბობს, რომ რუსები თავიანთ თავს ქართველების კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევენ, რადგან 60-ოდე წლის წინათ მათ ეროვნული ეკლესია პეტერბურგის წმინდა სინოდისთვის დაექვემდებარებიათო, იგულისხმება ქართული ეკლესია და რუსები დღესაც კიდევ ამავე საბუთით ითხოვენ წირვის შესრულების უფლებას წმინდა საფლავზე და სხვა საკურთხევლებში. რაიმონ ჟანენი 1913 წელს გამოცემულ თავის წიგნს ასე ამთავრებს: მიზანს მიაღწევენ თუ არა რუსები, ამას მომავალი გვიჩვენებსო. რა სიმბოლური ფრაზაა. ჩვენ კი ვიდეოს ბოლოს საქართველოს და ჩვენს ერს
უსურვოთ ჩვენი ერის დიდების დაწყება, რათა საქართველოს და ქართველმა ხალხმა დაებრუნოს მონასტრები წმინდა მიწაზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქამდე მისმენდით. არ დაგეზაროთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. კომენტარების ველში კი თუ თქვენს აზრსაც დამიწერთ, მე ყველა კომენტარს წავიკითხავ და ვეცდები საინტერესოდ კი პასუხობთ. დიდი მადლობა.